ესე იგი, გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ მეგი. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და რაღაცა კერძების მომზადება. და გადავწყვიტე ჩემი არხი გამეკეთებინა Instagram-ზე, YouTube-ზე და TikTok-ზე. ხოდა მას შესაძამე დღეს ვამზადებ მწვანე პომიდორს მიგზით. ოღონდ ზამთრისთვის შესანახად და გაჩვენოთ ყველა დეტალს თუ როგორ ვაკეთებ. პომიდორი უკვე მომზადებული მაქვს და ეხლა ინგრედიენტები უნდა მოვამზადო, კაბაჩი, გავრეცხი და უნდა დავჭრე. ეხლა და შემოგიერთებით ცოტა ხანში. ესე იგი, პირველად ვიწყებ ხახვის დაჭრას, ვამზადებ ხახვის, ესე ვჭრი. თქვენ როგორც გინდათ ზედაჭერით, გინდათ შუაზე დაჭერით და შემდეგ, მაგრამ ესე ვყავყავ დაჭერილი მომწონს. ესე გრძნად ვჭრი, თუმცა არა ბულგარულსაც. სტაფილსაც გაჩვენებთ როგორ ვიჭრი, როგორ ვამზადე. ყველაფერს დავამზადებ, დავჭრი და შემდეგ ყველაფერს ცალ-ცალკე მოვშუშავ ზეთში გარდა მწვანე პომიდორის. ხახვი დავჭერი, ძალიან მწარი ხახვი იყო და მატირეგიდეს. ეხლა მე ეს ხახვი უნდა ჩავყარო დაფაზე, დავყარო, მოვთუშო. თან პარალელურად, იმიტომ რომ დრო არ მაქვს ჩემთან ეხლა უკვე ძალიან გვიანია და ამის მოთუშამდე უნდა გავაგრძელო ბულგარულის დაჭრა და იმისაც გაჩვენებთ თუ როგორ ჭერი. ჩვეულებრივად აი ეს შუაზე გავჭერით და მეც ახალ ვაპატარებ ეს ესე იგი, ჩემო ძვირფასებო, მე მაქვს ცალ-ცალკე შევწყვი ყველაფერი, ოღონდ მოვთუშე ზეთში, ხახვი, ბულგარული, მწვანის და წითელიც, სტაფილო, ასევე მაქვს გატარებული მიგოზი და მწვანე პომიდორი უკვე მაქვს მზად, ხრად დაჭრილი, გაწურული და ეს ყველაფერი უნდა შევურიო ერთმანეთში. ამას ასევე უხდება სუნელები, ყვითელი ყვავილი, ხმელი კინძი, უცხო სუნელი და რაც მოხდებათ, რაც თქვენი თვალსაზრისით რაც მოუხდება ამ კერძს რომელიმე სუნელის შეგიძლიათ ჩაყალიბოთ ძალიან გემრიელი გამოდის. ასევე უშვები შავ წიწაკასაც დაფქულს, წითელ წიწაკას დაფქულს იმასაც, იმიტომ რომ ცოტა ცხარე მიყვარს. როდესაც ცხარე არ გიყვართ, შეგიძლიათ ნაკლები გაუკეთოთ და გემოვნებით რა თქმა უნდა მარილი. განარჩენს გაჩვენებთ კიდევ და ამ ყველაფერს რო აბურებ ერთმანეთში, ბანკაში ქილაში მოვათავსე და გავასტერილებ აუცილებლად. ეხლა ამ ყველაფერს ესე კარგად და ლამაზად აბურებ. ცოტა მორევა გამიჭირდება. ვაიმე, აქ მაქვს უკვე მზა პომიდორი. რომელიც არ ვიცი რამდენჯერ გავწურე რომ თავისი ვაიმე, აი ჩართული მქონდა. კაი ჯანდაბას გამეთიშა უნდა ვიდეო დათარგმნით ჩამეწერა, მაგრამ ორიგინალი აღარ გამოვიდა. ამიტომ ჩავიცვი
ხელთათმანები და მე ხა გადამოუღოთ და დანარჩენი მე გავაგზავნოთ. ესე იგი მეუბრებო, მე უკვე სუნელები გავუკეთე. ეხლა ნიგოს დამამატე. მიდია ნიგოზე არ დამაკლდება მეგონა ბლომები, მაგრამ რაღაცა ფიქრობ ცოტა, მაგრამ რა უშავს. ეხლა მე ამ ყველაფერს ავურებ და დაგიბრუნდებით. ესე იგი მეგობრებო, მე უკვე გავსინჯე თქვენს გარეშე. არომატები თამაშობს გემოები? აი არ ვიცი. ეს არის რაღაცა სასწაული კერძი. ამაზე უკეთესი რავი არაფერი არ მეგულება. ამ მომენტისთვის ისეთი გემრიელია. ესეც ჩემი პომიდრის საცივი. ისეთი გამოვიდა. 3 დღე დავაყოვნებ, 2-3 დღე შევფუთავ და შემდეგ შევინახავ ზამთრისთვის. სულ გამომივიდა 15 კილა 800 გრამიანი და მეტი თავსახური არ მქონდა, ამიტომ მოსაბეჭდ კილაში 2 ლიტრიანში რაც დამჭა ყველაფერი ჩავუშვი და მოუხუფე. წარმატებები მოამზადეთ, მირთვით არის უგემრიელესი. აბა